სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ყოვლად სამღვდელონო, დემთავარნო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარეო, პატივცემულო ქალაქ თბილისის მერო, მთავრობის წევრებო, პარლამენტის წევრებო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სვეტი ცხოვრების დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევას. შეგვეციოს წმინდა საუფლო კვართის და სვეტი ცხოვლის მადლი და ძალა. წმინდა საუფლო კვართის, სვეტი ცხოვლის მადლით წმინდა მოციქულთა სწორთა მეფე მირიანის დედოფალ ნანას მეოხებით ლოცვით უფალმა გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, დალოცოს საქართველო, გაანთლიანოს და გადაარჩინოს ჩვენი ერი. როგორც იცით, წლევანდელი სვეტი ცხოვრობა წინ უძღვის შესანიშნავ თარიღს გაისად 2026 წელს სრულდება 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. ამასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც უნდა მოამზადოს აღნიშვნა ამ საიუბილეო დღეებისა. და დღეს მე მაქვს პატივი წაგიკითხოთ ამ კომისიის მიერ მომზადებული მიმართვა ქართველი ერისადმი. სრულიად საქართველოს მოსახლეობისა და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისადმი. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ცხოვრებნო თანამემამულენო. 2026 წელს შესრულდება 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. განვლილი 17 საუკუნე არის დასტური იმისა, რომ უძველესი და უნიკალური კულტურის მქონე ქართველი ერი ქრისტიანობამ სულიერი სრულყოფის გზას, ჭეშმარიტებას და ცხოვრებას ქრისტეს აზიარა. სწორედ ქრისტიანობამ მოგმადლა შესაძლებლობა ცხონებისა, განღმრთობისა და ცათა სასუფეველოში დამკვიდრებისა. ერთ მნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ მართლმადიდებლობის ისტორია საქართველოში ქართველი ერის სულიერი ისტორიაა. ერის მიერ სარწმუნოების ამგვარი გათავისება შედეგია უაღრესად მყარი საფუძვლისა, რაც არსობრივად ვლინდება სარწმუნოებრივი ცნობიერების და ეროვნული იდენტობის განუყოფლობაში. ღვთისმშობლის წილხვედრი ქართლის მიწაზე უძველესი დროიდანვე გამოფწყინდნენ პირველი წმინდანები, რომელთა სიმრავლეც განსაკუთრებით ცხადყოფს საქართველოს ეკლესიის სულიერ სისავსეს. სწორედ ამ სისავსემ შეძინა ქართლის ერს საქართველოს ქართლის ის ჰაგიოლოგიური ხასიათი, რაც გულისხმობს მის წოდებას წმინდანთა დედად, როგორც ეს უწყებულია მერვე საუკუნის თხზულებაში მარტვილობა აბო თბილელისა. წმინდა ილია მართალი ბრძანებს, ახალმა აღთქმამ განაახლა ჩვენი ქვეყანა ახალი ცხოვრებისთვის. ქართველმა ამ რჯულს, ამ ახალ აღთქმას შეუერთა ძველისგან ყოველივე ის, რაც კი რამ ძვირფასია ადამიანისთვის და რაც თავის დღეში არ დაძველდება, სანამ ადამიანი არსებობს. შეუერთა მამული და ეროვნება. ეს სამი ერთმანეთის ღირსი საგანი ისე ჩაიწნა ერთმანეთში, რომ რჯულის დაცვა საქართველოს მიწაწყლის დაცვად გარდაიქმნა და მიწაწყლის დაცვა რჯულის დაცვად. მიუხედავად მრავალი განსაცდელისა, ღვთისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განსაკუთრებული შემწეობის შედეგად საქართველომ არაერთხელ მიაღწია როგორც სარწმუნოებრივ აღორძინებას, ისე სახელმწიფოებრივ ძლევამოსილებას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენი ერის ისტორიაში განსაკუთრებულ სიმძიმეთა ჟამს ქრისტიანულ ღირებულებებისადმი თავდადების არნახული მაგალითები, ღვთისა და მამულის ერთგულებისთვის აღსრულებული მოწამებრივი ღვაწლი, როგორც ცალკეული პიროვნებების, ისე მთელი ერისა უტყუარი მოწმობაა ქართველი ერის სულიერი სიმტკიცის
იმ მარადიული ფასეულობების დაცვის საქმეში, რაც მაცხონებელი რწმენის საფუძველია. სამწუხაროდ ბოლო საუკუნეებში ერის მნიშვნელოვანი ნაწილი საგრძნობლად დასცილდა ქრისტიანულ ფესვებს. ეროვნული თვითყოფადობისგან გაუცხოება იწვევს საზოგადოების დანაწევრებას და გათიშულობას. წმინდა ილია მართლის სიტყვებით, ერის პირქვე დამხობა იქედან იწყება, როდესაც იგი თავის ისტორიას ივიწყებს. სწორედ ამიტომ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის თავის აღნიშვნა ღვთისადმი მადლიერებასთან ერთად არის ჩვენი ქვეყნის 2000 წლოვანი ქრისტიანული ისტორიის გახსენებაც. ღვთის განგებით ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს წინ უძღვის ერის ისტორიაში ორი უმნიშვნელოვანესი ეპოქის და ორი სრულიად გამორჩეული პიროვნების წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელი, რომელიც წელს 2025 წლის 8 თებერვალს შესრულდა და წმინდა ქეთევან დედოფლის მოწამებრივი აღსასრულიდან 400 წლისთავი, რომელიც გასულ 2024 წლის 26 სექტემბერს აღინიშნა. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების უმნიშვნელოვანეს თარიღს, ასევე უმტკიცეს საფუძველს უქმნის ეპოქალური მნიშვნელობის ღვაწლი ისეთი უაღმატებულესი წმინდანებისა, რომელთა დამსახურებაც გარდამტეხი იყო საქართველოს ეკლესიის და ქართველი ერის ისტორიაში. საქართველოს ეკლესიის დამაარსებელი წმინდა ანდრია პირველწოდებული და მასთან ერთად ქართლში ქრისტიანობის გამავრცელებელი მოციქულები წმინდა სიმონ კანანელი, წმინდა ბართლომე და წმინდა მატათა. დედა წმინდა სიდონიასი და მასთან ერთად ქართლის მიწაზე უძველესი დროიდან გაბრწყინებული პირველ მოწამენი, ქართველთა განმანათლებელი მოციქულთა სწორნი ნინო და პირველი ქრისტიანი მეფე და დედოფალი მოციქულთა სწორნი წმინდა მირიანი და წმინდა ნანა. წმინდა პირველ მოწამე რაჟდენი, წმინდა მოწამე შუშანიკი, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი, ღირსი იოანე ზედაზნელი და სხვა ასურელი ღირსი მამანი, წმინდა მოწამე აბოთფილელი, წმინდა გრიგო ხანძთელი და მისი თანამოღვაწენი, წმინდა ქალაქი იერუსალიმის და საზღვარგარეთის სხვადასხვა ეკლესია მონასტრებში მოსაგრენი, წმინდა იოანე ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები, წმინდა ეფრემ მცირე, წმინდა არსენ ნიყალთოელი, წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი, 100,000 ქართველი მოწამე, წმინდა ახალ მოწამენი, კომუნისტური რეჟიმის დროს წამებულნი და მრავალი სხვა. ამასთან ერთად უდიდესი საუნჯეა ქართველი ერისა, ღვთიმომადლებული სიწმინდენი, როგორიცაა კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, სამსჭვალი ჯვარცმული უფლისა, კვართი და სარტყელი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა, წმინდა ნინოს თმით შეკრული ჯვარი ვაზისა, წმინდა მოციქულ სიმონ კანანელის საფლავი, ხალენი წინასწარმეტყველ ელიასი, უწმინდესი ხელთუქმნელი ხატები, ანჩისა, აწყურისა და სხვა უნიკალური ქართული ხელნაწერები, ფრესკები, მინიატურები, ღვთიკურთხეული ეკლესია მონასტრები. ეს ღვაწლით გამორჩეული წმინდანები და მადლმოსილი სიწმინდეები და საერთოდ საქართველოს ეკლესიის ყველა წმინდანი და სიწმინდე განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩენენ ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის ორ უმთავრეს ნიშანს: სულიერი სრულყოფისკენ ერის დაუსწრომელ სწრაფვას და ღვთისა და მამულისადმი თავგანწირვის საკვირველ უნარს. ამ საღვთო თვისებების წყალობით გამუდმებით ყოფნა არ ყოფნის წინაშე მდგომი მცირერიცხოვანი ქართველი ერი არა მარტო გადარჩა და თვითმყოფადობა შეინარჩუნა, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსოფლიოს სულიერების და კულტურის საგანძურში. შარშან 13 დეკემბერს წმინდა ანდრია პირველწოდებულის და წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა მშვიდობის შენარჩუნებისკენ. მის მიმართვაში ვკითხულობთ: ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ვალდებულებად იქცეს მშვიდობისთვის ზრუნვა. ჩვენი პრობლემა დღეს ისიცაა, რომ ვერ ხვდებით, როგორ შორდებით ღმერთს და მისი მცნებების წინააღმდეგ მოქმედებთ. ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ. ჩვენი ქრისტიანობა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება მოყვასისადმი ჩვენი სიყვარული. საიუბილეო თარიღების აღნიშვნა არის საუკეთესო საშუალება სამშვიდობო მისიის აღსრულებისა და შესაბამისად
მათ მნიშვნელოვანი სახელმწიფო დატვირთვა აქვთ. ამიტომ ბუნებრივი და კანონზომიერია, რომ ეს უმნიშვნელოვანესი თარიღები ქვეყნის მთელმა მოსახლეობამ აღნიშნოს. იმისთვის, რომ საიუბილეო დღეებმა მოიცვა სრულიად საქართველო, ამ პროცესში უნდა ჩაერთონ ჩვენი მოქალაქეები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც. ქალაქებსა თუ სოფლებში, ოჯახებსა თუ საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში, უმაღლეს თუ საჯარო სასწავლებლებში, სამთავრობო თუ არასამთავრობო დაწესებულებებში, საიუბილეო წლის განმავლობაში განსაკუთრებით გმართებს სარწმუნოებრივ ეროვნული ღირებულებების და თვითმყოფადობის მთელი სისავსით გაცნობიერება და მათზე დაფუძნებული ცხოვრების წესის განმტკიცებაზე ზრუნვა. ეს უნდა იყოს მთავარი ამოცანა ჩვენი საზოგადოების. შეგვეციოს უფალი, რათა ყველა მერთად შევძლოთ ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული თარიღის სათანადოდ აღნიშვნა, რაც იქნება მყარი საფუძველი საზოგადოების სულიერი გამთლიანების და ღირსეული აწყოსი და ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისა. ჩვენთან არს ღმერთი.